2019 წლიდან ვარ ჩართული ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში და ვთვლი რომ თუ არ იქნა შემოქმედებითი პროდუქტი საგაკვეთილო პროცესში ძლივს მივახციეთ იმას მათემატიკის მასწავლებლებმა რომ ბავშვები ჩემ გაკვეთილზე აღარ სვავენ კითხვას რაში შეიძლება დამჭირდეს მათემატიკა ანუ თუ ტრანსფერი დავანახეთ ვთვლი რომ ძალიან საინტერესოდ წარიმართება გაკვეთილი დავიწყებ ჩემ პრეზენტაციას იმით, რომ გუშინდელ კითხვას გამოვეხმაურები, თანამშრომლობითი კულტურა მე როგორ ვითარდება და აი ჩემ სკოლაში ზუსტად თანამშრომლობითი კულტურის განვითარების საფუძველი იყო ის, რომ შევქმენი STEM კლუბი. თავიდან STEM კლუბის შექმნის იდეა დაიწყო იქიდან, რომ ჩემს მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებებს ვამუშავებინებდი სკოლაშივე. ანუ თუ ცოტა ისეთი გქონდა ან მაკეტი შესაქმნელი ან რაღაცა ვცდილობდი რომ ეს ბავშვები კვირაში ორჯერ მაინც გაკვეთილების მერე დარჩენილიყვნენ სკოლაში და ერთად გვემუშავა თუმცა მერე საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ფიზიკისა და ტექნოლოგიების მასწავლებელი ჩაგვერთო ამ ყველაფერში მაგრამ მოგეხსენებათ საჯარო სკოლის ბიუჯეტი არ გვაძლევს და რესურსები იმის საშუალებას რომ STEM კლუბს საკმაოდ ეს კი მრავალი რესურსი სჭირდება იმისთვის რომ კარგად იმუშაოს. სულ მცირე კლუბში 5 არდუინო მაინც უნდა იყოს რომ პროექტმა კარგად წარიმართოს ეს პროექტი. ამიტომ თავდაპირველად მოვიძიეთ მე და ფიზიკის მასწავლებელმა ფინანსები იმისთვის რომ კლუბი ჩამოგვეყალიბებინა. შემდეგ დავიწყეთ 12 მოსწავლეთი მოკლედ. მაგრამ კიდე პრობლემებს წავაწყდით იმ ხრივ რომ გვჭირდებოდა პროგრამირება, კოდის დაწერა სჭირდებოდათ ბავშვებს C++-ში და ამის გამოცდილება არც მასწავლებლებს ჰქონდათ ტექნოლოგიების და არც ბავშვებს. ამიტომ მე თვითონ უნივერსიტეტშიც ვმუშაობ და მოვიძიე სტუდენტები, რომლებიც აუხსნიდნენ ჯერ ჩემი ტექნოლოგიების მასწავლებლებს რა შეიძლებოდა, როგორ შეიძლებოდა დაეწერათ C++-ში კოდი და შემდეგ უკვე ეს მასწავლებელი მოსწავლეებს ეტაპობრივად უხსნიდა რა უნდა გაეკეთებინა. მოკლედ პრეზენტაცია სულ სხვა მიმართულებით მაქვს საწყობილი და მე მოგიყვებით კონკრეტულად მე როგორ მივედი იმ შედეგამდე დღეს როგორც მუშაობს ეს ჩვენი STEM კლუბი. თავდაპირველად C++-ის კოდირებას მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად არჩევდა. აი დაწერილი პროგრამები გქონდა და ესე ეტაპობრივად მიყვებოდნენ და არჩევდნენ და ვიყენებდით ვირტუალურ ლაბორატორიას Tinkercad-ს და იქ ტესტავდნენ ეს ბავშვები ამ პროგრამებს. პირველი პროექტი რაც განვახორციელეთ იყო ჩემი საახალწლო ქუჩა, ჩემი საოცნებო საახალწლო ქუჩა და აი გაჩვენებთ ახლა ამ პროექტს. ანუ ბავშვებმა 12 ბავშვი იყო თავდაპირველად ჩართული და სრულიად თავისი რესურსით, ასე ვთქვათ, სკოლის რესურსი არ გამოგვიყენებია მასწავლებლებმა შევძელით ის რომ სამი მასწავლებელი სადაც გავერთიანდით ხელფასიდან რაღაცა გარკვეული თანხა ვდებდით იმისთვის რომ შეგვეძინა რესურსი კლუბისთვის საბედნიეროდ ამ მცდელობას ცუდად არ ჩაუვლია მსოფლიო ბანკის დაფინანსება მოვიპოვეთ საბოლოო ჯერზე ამ STEM კლუბისთვის და 5200 ლარის ტექნიკა შემოგვიტანეს სკოლაში, სადაც შესულია არდუინების მთლიანი ნაკრები, შესულია ასევე ინჟინერიის მხრივ რაც სჭირდებათ ბავშვებს ხელსაწყოები, რომ გამოიყენონ ეს ხელსაწყოები, 2 კომპიუტერი შემოგვივიდა სკოლაში ამ პროექტის საშუალებით და ეს იყო პირველი პროექტი და პირველი ნაბიჯები კლუბური მუშაობისა. დღეს უკვე ჩემი მოსწავლეები და ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ეს 12 მოსწავლე, რომელიც თავდაპირველად ჩაერთო სხვა ბავშვებს, დაწყებით ის ბავშვებს უტარებენ თვითონ შეხვედრებს, თვითონ ასწავლიან თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა პროექტი განახორციელონ, არდუინოსთან მუშაობას ასწავლიან, ასევე ინჟინერიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტისთვის. და კიდე ატარებენ ვორქშოპებს სხვადასხვა სკოლებში. ეხლა მაგალითად წინა კვირას საჯარო ბიბლიოთეკაში გქონდა ვორქშოპი, თვითონ ბავშვებმა წაიღეს წყლითმავალი მანქანა გვაქვს, წყლის იონიზატორის დახმარებით გაკეთებული, ამასაც გაჩვენებთ. და იმხელა დაინტერესება მოყვა, რომ
ამჟამად 50-მდე ბავშვია ჩართული. ვეღარ ვახერხებთ ეს სამი მასწავლებელი ამ ყველაფრის ორგანიზებას და დამატებით ყავს კიდევ დაწყებითების ჯგუფი ცალკე ყავს, იქ მასწავლებლების კიდე სხვა გაერთიანება აქვს. მოკლედ ამ ყველაფერმა რისი თქმა მინდა შეუწყო სკოლაში თანამშრომლობის კულტურის განვითარებას. დღესდღეისობით ეხლა აქამდე რომ საერთოდ არ კონტაქტობდით, მე პირადადაც ვიტყვი, ჩემი კურიკულუმი ისე შევადგინე პირველ წლებში, რომ ფიზიკის მასწავლებლის აზრი საერთოდ არ გამითვალისწინებია იმ კურიკულუმში, დღეს უკვე სხვა რეალობის წინაშე ვდგევართ, თუ არ გავითვალისწინეთ ერთმანეთის კომპლექსური ერთმანეთის თემები და საკითხები, არ ვადგენთ ისე კურიკულუმს მათემატიკა, ფიზიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ძალიან მომეწონა წეღან ბატონმა სანდრომ აღნიშნა, რომ მაღალ კლასებში დაემატება აუცილებლად კომპიუტერული ტექნოლოგიებიო და თუ ეს C++-ის ძალიან ელემენტარულ დონეზე სწავლება მაინც მოხდება ბავშვებისთვისაც, იმიტომ რომ ფიზიკის მასწავლებლები და მათემატიკის მასწავლებლები უკვე მაღალ კლასებში საბაზო საშუალო საფეხურზე უფრო კარგად ვიყენებთ ამ Tinkercad-ის ვირტუალურ ლაბორატორიას. ძალიან საინტერესოა, თქვენ თვითონაც რო გაეცნოთ, თვითონ იქ აწყობენ ეს ბავშვები ჯერ ინჟინერიის მიმართულებას, რაც მატერიალურად უნდა აწყონ, იქ თუ კარგად იმუშავა ამ კოდმა შუქნიშნის ანთება, იქ ეკრანზე მონაცემების გამოტანა და ასე შემდეგ, მერე უკვე მატერიალურად უფრო მარტივი არის ამის განხორციელება. ამ პროექტში განხორციელებული გვაქვს არაერთი პროექტი, სპიდომეტრი, ხაზზემავალი რობოტი, ხაზზემავალი მანქანა. ამ ახალი წლის ქუჩის განათებაში 25 მცირე პროექტი არის ჩართული. გარე განათება ფოტორეზისტორით, კიდე მოკლედ ეს ეკრანზე გამოტანა, ქარის გენერატორი, ძალიან ბევრი მოკლედ ახლა კიდე არ მახსოვს სრულად რა პროექტები მოვიცავით და ყველაზე დადებითი ამ პროექტისა ის არის, რომ სხვა სკოლებს ვუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას, ასევე გორის მეოთხე სკოლასთან თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება მოგვიხდა და ძალიან საინტერესო იყო. ეხლა ვმუშაობთ მეოთხე სკოლასთან ერთად ისეთი პარკის შექმნაზე, რომელიც ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის იქნება მორგებული. ვაპირებთ, რომ გამგეობას წარმოვდგინოთ ეს პროექტი, რომ ჩვენ სკოლასთან არსებული მოედანი დავაპროექტოთ ესე. არის კალათბურთის ფარი, სადაც რეგულირდება ისე ეს კალათბურთის ფარი, რომ ეტლით მოსიარული ადამიანმა შეძლოს თამაში, ფრენბურთის მოედანი და ასევე პანდუსებიც არის აქ გათვალისწინებული. მოკლედ, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. თვითონ ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, რაც მთავარია და მოტივირებულები არიან. და ვცდილობთ, რომ რაღაცა ისეთი შევქმნათ, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და ქალაქსაც გამოადგეს, ასე ვთქვათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი უკვე გავა და დანერგავენ ამ იმას კარგ პრაქტიკას სხვა სკოლებშიც. გაერთიანებული ვართ ამჟამად, ხო ამის თქმა დამავიწყდა ფიზიკას, მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. ქიმია და ბიოლოგიის მასწავლებლებთან ჯერჯერობით ესეთი მუშაობა მიმდინარეობს, ვერ დავითანხმეთ, რომ შემოვიერთოთ. ეს ახლა წყლითმავალი მანქანა რაც გავაკეთეთ, ძალიან დიდი წვლილი არის ქიმიისა, ხო? წყლის იონიზატორია და მოკლედ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ამ წყალბადის ჟანგის დაშლა და ძალიან ბევრი ხვეწნის მერე, ასე ვთქვათ, საგაკვეთილო პროცესში, რომ რაღაცნაირად ეს პრაქტიკა დაენერგათ და თუნდაც ვთავაზობთ იმ მატერიალურ რესურსს, რაც გვაქვს, რომ აჩვენონ, ხო? შეიძლება ისე არ გქონდეთ ლაბორატორია და შეიტანონ და აჩვენონ საგაკვეთილო პროცესში. ჯერჯერობით ვმუშაობთ, მოკლედ არ გვიერთდებიან, ასე ვთქვათ. ფიზიკის მასწავლებელმა თვითონ მოიძია ინფორმაციები და თვითონ გააცნო ბავშვებს ეს ყველაფერი, რომ დაგვეწყო უკვე ინჟინერიის მხრივ მუშაობა და აგვეწყო.
და Arduino-ზე და C++-ზე ჩვენი ბავშვები უკვე ისე მუშაობენ, რომ თვითონაც ცდილობენ თავიდან თუ არჩევდნენ იმას კოდს, დაწერილ კოდს არჩევდნენ უკვე, ეხლა უკვე თვითონ ცდილობენ, რომ რაღაცა განსხვავებული გააკეთონ. რობოტს აკეთებს ეხლა 2-1 კლასელი ბიჭი და პროგრამას თვითონ წერენ. მოკლედ ძალიან კარგად მუშაობს ეს STEM კლუბი ჩვენ სკოლაში და თუ სურვილი აქვთ ხოლმე ვაზიარებთ კიდევაც ამ გამოცდილებას.